აბა გამარჯობათ, მინდა ჩემი ცოდნა გაგზიაროთ ავტომობილის საჭის დამცავი ბალიშის, იგივე უსაფრთხოების ბალიშის კაფსულის შესახებ. ჯერ რა თქმა უნდა მონტაჟდება კაფსულა, შემდეგ კი ეს საჭის ხופი. ახლა ჩავატაროთ ექსპერიმენტი. აქ მაქვს ორი კაფსულა. ეს არის ახალი კაფსულა, ეს კი ორიგინალი, მეორადი. ეს ორიგინალი არის Toyota-ს ერთ-ერთი მოდელიდან მოხსნილი, ხოლო ეს მეორე ახალი, ეს შევიძინეს Subaru Crosstrek-ისთვის. მაღაზიაში მითხრეს ეს არის ტაივანის, შეიძლება ესეა, შეიძლება ჩინეთიდან არის. ну ხშირად გასაყიდ ნაწილებზე, როდესაც წარმოებულია ჩინეთში, მაღაზიები ამბობენ ეს არის ტაივანიდან. ამით ისინი ხაზს უსმევენ პროდუქციის ხარისხს, რათა ესათვის ნაწილი პროდუქცია უკეთ წარმოაჩინონ. რეალიზაციისთვის რა თქმა უნდა. პირველ რიგში გავიგოთ კაფსულების ზომები, შევადაროთ, არის თუ არა მათში სხვაობა. რა თქმა უნდა შტანგელი კარგი იქნებოდა სახაზავი, მაგრამ მე გამოვიყენებ მეტრიანს. აბა დავიწყოთ. კაფსულების გაზომა დავიწყოთ მოდი 10 სანტიმეტრიდან, რადგან სტომილება არ მოგვწეს. შვიდი მთელი 9 სანტიმეტრი. ეხლა ვნახოთ მეორე გვერდის ზომა იდენტურია 7.9 სანტიმეტრი. ჩინური კაფსულა, ესე უწოდებ, გადავდოთ გვერდზე, ახლა გავზომოთ ორიგინალი. 7.9 შემოვატრიალოთ. 7.9 სანტიმეტრი, არანაირი სხვაობა. დააკვირდით ბუდეები, რაც უნდა შევაერთოთ, კაბელები აბსოლუტურად იდენტურია. ჯერ შევაერთოთ კაბელი ჩინურ კაფსულაზე. ეხლა მოვხსნათ და შევაერთოთ ორიგინალ კაფსულაზე. შენდურად წავიდა. არანაირი სხვაობა. მოვხსნათ. ეხლა აი ამ 4 სამაგრით დავამაგრებთ. აი ამ პარზე დაპირზე ერთ-ერთ კაფსულას, შემდეგ მოვხსნით და მეორე კაფსულას სხვაგან რომ არ გავხვრიტოთ, დავამაგრებთ ისე. ეხლა ეს კი ორიგინალია, მაგრამ არ აწერია რომ Toyota-ს მიერ არის დამზადებული. თითქმის ყველა ავტომწარმოებელი უკეთავს სხვადასხვა კომპანიებს ამა თუ იმ დეტალს. რა თქმა უნდა, ყველას არა. აბა დავიწყოთ ორიგინალი კაფსულის დამაგრება. ეხლა მოვხსნათ და დავამაგროთ ჩინური კაფსულა. მე არავის არ ვარეკლამებ. გიზიარებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ ცოდნას, რაც მე მაქვს. გამოცდილებას. ну ზოგადად Subaru-ს ნაწილები უფრო ძვირია, ვიდრე Toyota-ს. ასე რომ არის აუცილებელი მაინც რომ შეიძინოთ ძვირად Subaru-ს კაფსულები. ესაც ეს. სხვაგან არ გავხვრიტე, დამაგრდა ანალოგიურად, ასე რომ მათში სხვაობა არაფერია. რატომზეა დამოკიდებული შეიძენთ ახალს, შეიძენთ Subaru-სთვის, მაგალითად Toyota-ს, რომელიღაც მოდელიდან მოხსნილ კაფსულას, თუ შეიძენთ მაინც და მაინც Subaru-ს კაფსულას. ეს მხოლოდ და მხოლოდ Subaru-ს არ ეხება, ასევე სხვა მარკებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაწერეთ კომენტარი, გამომიწერეთ. არაფერს არ გთხოვთ, თქვენ როგორც წინდათ. მალე დაგიბრუნდებით სხვა საინტერესო ვიდეოებითაც. აბა, სულ ყველას წარმატებები.